რუსეთისგან განსხვავებით, ჩინეთი თავისი ინტერესების გასატარებლად, როგორც აღნიშნე, იყენებს ეკონომიკურ ელემენტს და მინდა უფრო მეტი ვისაუბროთ, ანუ კონკრეტულად როგორ იყენებს ჩინეთი ამ ეკონომიკურ ელემენტს, თავის ეკონომიკურ ძალას იმისთვის, რომ გავლენა მოიპოვოს, მოახდინოს, ასე ვთქვათ, რბილი ძალის ფაქტორიც არის და რაღაც მომენტებში მე რაც მაქვს წაკითხული და რაც მაქვს ნანახი, ცოტა ხისტისკენას გადადის ხოლმე და ანუ როგორ იყენებს ეკონომიკას თანამედროვე ჩინეთი. იქიდან გამომდინარე მაგალითად ფინანსური თვალსაზრისით ის არ არის თქვა პარიზის კლუბის წევრი სახელმწიფო. რას ნიშნავს პარიზის კლუბი? პარიზის არის სადაც დასავლური ბანკები და ეს ორგანიზაციები ფინანსური არიან გაერთიანებული და გარკვეული დავები თუ ან რაღაც აი თუ ვერ გადაიხდი ვალს ხო როგორც სახელმწიფო რესტრუქტურიზაცია ვალის რესტრუქტურიზაციისთვის შეგიძლია მიმართვა მის თუთ კლუბს ესე ვთქვათ და ნუ გარკვეული გამოსავალი ეძიო. ჩინეთი არ არის ამის წევრი, ჩინეთი ამას ალაგებს ომხრივი ურთიერთობები და შეთანხმებების საფუძველზე და მოკლედ პროცენტს როცა ვერ გადაიხდი ვალს გადაიხდი პირდაპირ უმრავლეს შემთხვევაში ითხოვს აი ამ კონკრეტული პროექტების ფარგლებში ჩადებული სახელმწიფო ქონებაზე კონტროლს. და ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს. მაგალითები გვაქვს. პაკისტანში პორტთან მიმართებაში, ჯიბუტიში პორტთან მიმართებაში, სადაც ეს დამთავრდა მე რომ სამხედრო ბაზა ჩაიდგა ჩინური აფრიკულ სახელმწიფოებში, კენიაში რკინიგზის მაგალითია. სქემა არის ერთი და იგივე ყველგან.